მოკლედ ვაგრძელებთ მეგობრებო, ესე იგი ბრტყელი დედამიწის დასაკრავსიას. ეხლა აქ რა ხდება? ინფორმაციები, ანუ თვითონ ამ დასაკრავსიაშიც რაც დევს და ეხლა რასაც წავიკითხავ სხვადასხვა ტიპის თავებს. ეს დათარგმნილი სტატიებია, ჩემს მიერ შევსებულია ინფორმაციები, სხვადასხვა ვიდეოებიდან და ასე შემდგომ რა. ანუ ეს ეხლა აქ რა თავებიც იქნება ასევე, ხო? ანუ თემატურად ეს არ არის დალაგებული არ არის, ანუ როგორც მე მაქვს გაკეთებული, ანუ როგორც მე მივყვები თარგმანებს იქ მასალების დამუშავებას, უბრალოდ როგორც მოუწევს, ისე პირდაპირ ვდებ ვიდეოებს რა, და ანუ ჩავწერ ახლა ინფორმაციას რა და მერე სამომავლოდ ეს ინფორმაციები როგორც დაალაგდება, აქ როგორც აქ ასევე ახლა ამის შემდგომ იქნება გაყალბებული ისტორია. ანუ გაყალბებული ისტორიაშიც პერსონაჟები სიტყვაზე შეიძლება მოყვე რომ აი თქვა მე-18 საუკუნის პერსონაჟი არ არსებობდა, მე-17 საუკუნეში თქვა ეს ომი არ იყო და ანუ ეპოქებზე გადახტომა ხდება. ქრონოლოგიურად დალაგებული მოცემული ეს არსად არ არის. ხო და ანუ ეს ინფორმაციები რომ დაალაგდება, მე ქრონოლოგიულადაც დავალაგებ და მე კიდე თავიდან მოგასმენებთ ამ ინფორმაციებს და გარკვეული კონკრეტული რაღაც ფაქტების შესაძლებელი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ეს ყველაფერი გასალაშინდება და დამუშავდება. ანუ ეს არის კვლევაძიების პროცესი. ასევე პირდაპირ შეგიძლიათ რომ არაფერი არ დაიჯეროთ, აქ ანუ არავინ არ ახართ ვალდებული რაიმე დაიჯეროთ. აქ მიდის კვლევაძიების პროცესი და პირდაპირ მასალას წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს. ხო და ყველაზე მთავარი აქ რაც არის, ეხლა აქ არის გარკვეული ტიპის თავები, სადაც ანუ საუბარია მზის ტრაექტორიებზე, პლანეტების გადაადგილებაზე და თვითონ ტექსტის წაკითხვით ამას თითქმის ვერ წარმოიდგენს ადამიანი, ანუ რთულია წარმოსადგენად, მაგრამ ეხლა წავიკითხავ ზოგიერთი თავი ცოტა შეიძლება რთულად აღსაქმელი იყოს, მაგრამ მე მაინც წავიკითხავ. ზოგი წარმოიდგენს, ზოგი ვერ წარმოიდგენს, მაგრამ სამომავლოდ ამ ინფორმაციებს კარგად რომ გავასალაშინებ და კარგად რომ დავალაგებ და შევაერთებ და ერთმანეთს შეერწყმევ და ჩაჯდება ერთმანეთში, მერე უკვე, ხო ხვდებით, აი მერე უკვე გავაკეთებ ან ვიდეო ედიტებს, ან პრეზენტაციას PowerPoint-ში თუ რას უძახიან, აი იმაზე მივანათებ კედელზე ამ იმას პროექტორს და რაღაცა მოგეთ slide show ან რაღაცა იქნება ისეთი სამომავლოდ, რომ ანუ ბრტყელი დედამიწის თემა თვალთ აღსაქმელადაც უფრო გასაგები იყოს. ანუ ამაზე აუცილებლად გავაკეთებ. რაღაცას მოვიფიქრებ რა, როგორ იქნება ტექნიკურად საშუალება იქნა გამომდინარე. ხო და იმიტომ რომ თვითონ აი ეს ტექნიკურად ეს ყველაფერი რო გავაკეთოთ, ანუ თუნდაც ერთ-ორ პრეზენტაციას საკმაოდ დიდი მასალა ჭირდება. ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი მასალა ჭირდება, რომ რაღაცა პრეზენტაცია გამოვიდეს. ამიტომ ამას ჭირდება დრო, რომ დაგროვდეს. და პირდაპირ ვიტყვი, რომ ბრტყელი დედამიწის საკითხის კვლევაში საქართველოში ჩემს გარდა არავინ ესე ღრმად არ შესულა. თუკი ან მე ეს თემა რომც არ წამომეჭრა, როგორ საკითხი იცით, მე ეს ბრტყელი დედამიწის თემა რომც არ წამომეჭრა, მე ესეთი ტიპი ვარ, თუ მივყვები, სიღრმისეულად მიყვარს მე გამოკვლევა. მე რო ეს არ წამომეჭრა ეს თემა, უბრალოდ როგორც იყო კონსპირაციული თეორიების ჩამონათვალში ბრტყელი დედამიწა ესე ზედაპირულად წარმოდგენილი ზოგიერთ ბლოგერთან, ანუ ცუდად კი არ ვამბობ, ანუ უბრალოდ წარმოდგენილი და რაღაც სიუჟეტები იყო ჩაწერილი, ან სატელევიზიო სიუჟეტებიც იყო ესე ზედაპირულ დონეზე, რომ აი რაღაცა ბრტყელი დისკი კუზე დგას და დაცინოდნენ ამ თემას დაცინოდნენ, იმიტომ რომ საკითხში არ იყვნენ ღრმად ჩახედულები და ახლა საკითხი რომ ანუ ეს თემა როგორ არის იცით რომ აი ამაში რომ ღრმად იყო ჩახედული, უნდა დაჯდე შენ თვითონ და უფასოდ იმუშაო, იმიტომ რომ ამაში შენ ფულს არავინ არ გადაგიხდის და ახლა უფასოდ მუშაობა აქ არავის არ უნდა, ხო ხვდებით? ეს ჩათვალეთ, ეს კონკრეტული ფაქტი, ეს აი ამ ბრტყელი დედამიწის საკითხის გამოკვლევა, ეს არის ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი. ეს მე ვიქნები თუ სხვა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი და მე გაძლევთ მაგის პირობას, რომ მომავალში აუცილებლად საგანმანათლებლო სისტემაში, მე მივესალმები, რომ ზოგადად სკოლის სისტემა სულ დაიშალოს, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემაში დადგება დრო, როდესაც სფეროსებრი დედამიწას ამოიღებენ და ჩემს მიერ წარმოდგენილი მასალებით იქნება სწავლება ბრტყელი დედამიწის თეორიით, ანუ რაც არის დედამიწა რეალურად. აი არ ვიცი ხა რამდენი წელი იცოცხლებს ან დედამიწა ან მე, მაგრამ გეუბნებით რომ მე მესმის ეს სასაცილოთაც შეიძლება არ იყოს ხა აი ამ მომენტში, მაგრამ მე გაძლევთ გარანტიას რომ ისე როგორც ჭირდება მას დამუშავება, ამას ვერც ვერავინ გააკეთებს ჩემს გარდა და არც გააკეთებს. იმიტომ რომ ამას ჭირდება სპეციფიკურად მოწყობილი ტვინი. ანუ აზროვნების გარკვეული მიმართულება, რომელიც
ამ ეტაპზე მე გამაჩნია, აქ ტრაბახზე არ არის საუბარი. იმიტომ რომ ახალს გონია რომ მე რაღაცებს უბრალოდ ვთარგმნი. ეს იმდენად ჯერ რთული ტექსტებია, მე ამას შევსება ჭირდება. რატომ არის გიორგი მთაწმინდელი წმინდანი? ეხლა მე წმინდანებს კი არ ვედარები, ისი თქმა უნდა. ანუ გიორგი მთაწმინდელი რა გააკეთე, ეს წმინდა ტექსტები თარგმნა. ეხლა რა თქმა უნდა ეს წმინდა ტექსტები არ არის, მაგრამ ეს არის სატანისტური ნასას და ესე ვთქვა, ანუ ჰელიოცენტრიზმის, ანუ მზის თაყვანისცემის კულტი, რაც არის ეს სფეროსებრი დედამიწის მოდელი არის მზის თაყვანისცემის კულტის მხილება. და ამიტომ ან რატო ვახსენებ გიორგი მთაწმინდელი და გარკვეული წმინდანები რატომ იყვნენ რატომ შეირაცხნენ წმინდანებად? იმიტომ რომ ისინი მაშინ მოდი ეს რა ვინც კი ნოტარიუსში ზის და რაღაცას თარგმნეს, ყველა წმინდანი ყოფილა, ხო? ანუ იმიტომ რომ ისინი უბრალოდ მთარგმნელები კი არ იყვნენ. ისინი იყვნენ მოაზროვნეები, რომლებსაც ანუ წმინდა ტექსტთან ანუ წმინდა ტექსტებთან შეხების დროს უკვე გარკვეული სულიერი ღვაწლი იყო საჭირო, რომ უბრალოდ კი არ ეთარგმნათ, იქ რაღაც შენიშვნები შეეტანათ, თუ სახარების სწორად თარგმანსაც თავისი ის სულიერი ნიჭები ჭირდებოდა და მე განმარტებებს ალკი აკეთებდნენ და ასე შემდგომ. რა ანუ იმ ტექსტებთან შეხება, ანუ უბრალოდ ეს არ არის რაღაცა იურიდიული ტექსტი ადგე და განმოთარგმნო. რაც ხდება ნოტარიუსის და ესე ვთქვათ სათარგმნო რაღაც ბიუროების დონეზე რა. ანუ ეს დაჯდეს და თარგმნოს, აბა რამდენ რუსულის და ინგლისურის მასწავლებლებმა ჩემზე კარგად იციან უცხოენები, ხო? დაჯდნენ და თარგმნონ, აბა ვერცად გეუბნებით, აი ერთ-ერთჯერ სადეს დახმარება და ერთი გვერდი ვერ ვათარგმნე ვერავის. იმიტომ რა თქმა უნდა ყველას ხელფასი უნდა, აბა ერთი გვერდი ნოტარიუსი 15 ლარი ღირდა 15 წლის წინ და ეხლა რა 20-30 ლარი ეღირება რო თარგმნო. ხო და ეხლა ამაზე გეუბნებით რომ ეს არ არის მარტივი, უბრალოდ ვიღაცა ზის და თარგმნის და ეს აბუჩად იგდებენ ამ თემას, ეგრე არ არის და მე გეუბნებით რომ დადგება დრო, როდესაც საბოლოოდ იქნება მხილებული ეს სფეროსებრი დედამიწის მოდელი, აუცილებლად სასკოლო სისტემაში შევა ბრტყელი დედამიწის საკითხები და ისინი იხემძღვანელებენ ჩემი ნაშრომებით, იმიტომ რომ გამორიცხულია ვინმეს ჩემს გარდა ჰქონდეს ეს ნაშრომები. ჯერ დაწყებულიც არა აქვს, არც აპირებენ და არც დაიწყებს არასდროს არავინ ამას, იმიტომ რომ ეს არის სრული სიგიჟე გონიათ მათ და აი თავიანთ ხელებით გადაყრიან გლობუსებს რა, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი აბსურდია, უბრალოდ რომ გაჩერდე და დაფიქრდე ადამიანი რა სიგიჟეში ყველა მაგას იძახის, ვინც კი გამოიღვიძა ამ თემებში, ეს რა სიგიჟეში მიცხოვრია თურმე აქამდეო რა. ეხლა ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ ძალიან რთულ ტექსტებზე. მოკლედ ვიწყებ, დანარჩენი აბა თქვენიც რა, ეხლა მე წავიკითხავ. სხვადასხვა თავია რა. მზე სითბოს არ გამოყოფს. პროექტი საფუერი ელექტრონული მზის შემსწავლელი პროექტია, რომელიც ფიზიკისა და ელექტროტექნიკის სპეციალისტებმა დონალდ ელ სკოტმა და მაიკლ კლარიჯმა დააფუძნეს. ორივე ამტკიცებს, რომ მზე წყალბადის ბურთი არ არის, მისგან სითბო არ გამოიყოფა. სითბო ელექტრომაგნიტური ველისგან გენერირდება, რომელიც ხვდება მეზოსფეროსა და სტრატოსფეროში და ბოლოს ტროპოსფეროში. თანამგზავრული ტელეკომუნიკაციის სფეროს ინჟინერი და ექსპერტი ხოსე ალფონსო ერნანდო ებაიონი ადასტურებს, რომ მზე ცივია და სითბო ელექტრომაგნიტური ტალღებით იქმნება, რომლებიც ატმოსფეროში ვიბრირებენ. ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მზე ცივია და იგი სითბოს არ გამოყოფს, არის ის, რომ რაც უფრო ახლოს მივდივართ ატმოსფეროსთან და მზესთან, მით უფრო მეტი სიცივეა. თვითმფრინავები ზღვის დონიდან 3 კილომეტრის სიმაღლეზე და უფრო ზევით -5 გრადუსს აღწევენ და რაც უფრო ზევით ავდივართ, ტემპერატურა კიდევ უფრო ეცემა. მზე რომ ცხელი რომ ყოფილიყო 30 კილომეტრის სიმაღლეზე წყალი არ გაიყიდებოდა. მეტეოროლოგიური ბურთების ექსპერიმენტები აჩვენებენ, რომ წყლით სავსე კონტეინერები დიდ სიმაღლეზე ყოფობის შემდგომ დედამიწაზე სრულიად გაყინულები ბრუნდებიან. 10,000 ფუტის სიმაღლის შემდეგ, ანუ 3 კილომეტრი, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ამიტომაც მზე რომ სითბოს გამოყოფდეს, ჩვენ პირდაპირ თვითმფრინავში შიგნით მსხდომი მგზავრები გამოვიხარშებოდით და გამოვიხრუკებოდით. შიგნით ფიზიკურად ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ცაც ისეთივე ცივია, როგორც მზე. მზე წარმოადგენს ბრწყინვალე ენერგიის წყაროს და მისი ზედაპირი არც ისე ცხელია, როგორც ოფიციალური მეცნიერება ამტკიცებს. ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც სითბოს სინათლესა და რადიაციას აწარმოებენ, ელექტრონული წყაროდან და უწყვეტი ელექტრონული პროცესებიდან გენერირდებიან.
ელექტროენერგია ერთადერთი წყაროა, რომელსაც მზისა და მთელი სამყაროს არსებობა შეუძლია, რომ განსაზღვროს, როგორც სპექტრი ან როგორც სინათლე. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია შესაძლო ელექტრომაგნიტური გამოსხივების მთელი სპექტრისა, რომელიც რადიოტალღებიდან და გამა გამოსხივებიდან ვრცელდება. მზის ლაქები ელექტრომაგნიტური კოშკები და ენერგიის ნაკადებია. მზეს ძლიერი ელექტრომაგნიტური ძალა გააჩნია, რომელიც დედამიწის ცის გუმბათთან ურთიერთქმედებს. მზე ხელოვნურად შექმნილ პროდუქტს წარმოადგენს. ჩვენ კატეგორიულად უარყოფთ არგუმენტს ბრჭყალებში თვითონ. ბუნებაში ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი მოვლენა, რომელიც თავად ჩამოყალიბდა და კონსტრუქციული გახდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სითბო იქმნება ელექტრომაგნიტური ტალღებით, რომლებიც ატმოსფეროში ვიბრირებენ, ანუ ტემპერატურა რეგულირდება -10 გრადუსიდან სიტყვაზე +70 გრადუსამდე. თუ კი ტემპერატურას მოუმატებთ, სიცოცხლე ძალიან ბევრ სფეროში შეწყვეტს არსებობას. ხოლო თუ კი ზედმეტად დავუწევთ ტემპერატურას დაბლა, მაინც ანალოგიური მოხდება. გამოდის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მხოლოდ ამ ტემპერატურულ კარიდორშია შესაძლებელი. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია დედამიწა ინკუბატორად ჩავთვალოთ და ეს განათების მოწყობილობა გამოიყენება იმისთვის, რომ ყველა ცოცხალი არსება ამ ინკუბატორში გადარჩეს. დღე და ღამე ჩვენთან ყალიბდება სიბრტყეზე მოძრაობის გზით. ჩვენთან ევრაზიის კონტინენტზე დღეა, როდესაც ამერიკაში ამ დროს ღამეა. თქვენ ყოველი ადამიანი მზეს მხედველობის კანონის თანახმად 10-15 კილომეტრის დისტანციაზე აკვირდებით. დღის განმავლობაში თქვენი მხედველობის არეალში მზე დაახლოებით 13,000 კილომეტრს გაივლის. თუ კი ჩვენ დღისა და ღამის რუქას გავხსნით, დაახლოებით ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე დღის შუქი გვაქვს. ეს არის 13-15,000 კილომეტრი. მზის ლაქა მხოლოდ მრგვალი შეიძლება რომ იყოს. აი, ბრტყელი დედამიწა და ბრტყელი დედამიწის რუქა ბოლომდე ზუსტი არ არის. იმიტომ რომ ის აჩვენებს მზის მრგვალი ლაქისგან ხმელეთზე დაცემულ ოვალური შუქის ამსახელ სურათს. მაგრამ თავად მზე წრიულად მრგვალია და ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან დაცემული შუქიც მხოლოდ წრეზე შეიძლება იყოს განლაგებული და არა ოვალზე. თუ კი ჩვენ ბრტყელი დედამიწის რუქას ავიღებთ და იქ წრიულ ლაქებს ჩრდილოეთ პოლუსიდან ანტარქტიდამდე დავხატავთ, ჩვენ გავიგებთ, რომ ასეთი მანათობელი ლაქების დახატვა რამდენიმესია შესაძლებელი და არა მხოლოდ ორის. ამიტომაც ეს ლაქა შეიძლება აღმოჩნდეს ოკეანეში და ასევე ამერიკაშიც და ევრაზიაში იქნება ღამე. დღე იწყება სამხრეთ ამერიკაში და შემდგომ გადადის ჩრდილოეთ ამერიკაში. ანუ ამ ორი კონტინენტის მდებარეობა ძალიან ბევრ კითხვას წარმოქმნის. ავსტრალიაში მინუს ტემპერატურა არა გვაქვს და გამოდის, რომ სიმეტრია არ არის. თუ კი ჩრდილოეთ განედზე ზამთარში მინუს ტემპერატურაა, მაშინ გამოდის, რომ ეს მინუს ტემპერატურები ასევე სამხრეთ განედზეც უნდა არსებობდეს. მზის ლაქა კი უფრო მეტად ფართო უნდა იყოს და უნდა იპყრობდეს ანტარქტიდის ტერიტორიებსაც. აი, ანტარქტიდა იმ ადგილზე, რომელიც ბრტყელი დედამიწის რუქაზეა დახატული, იქ არ შეიძლება რომ იყოს. წესით აქ უნდა მდებარეობდეს საერთოდ სხვა, ჩვენთვის უცნობი კონტინენტები, თავისი მინუს ტემპერატურით და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოდიოდეს ანტარქტიდა. ალბათ ამით აიხსნება ის, რომ ავსტრალიის სამხრეთით მოსახლეობას უკვე აკრძალული აქვს კონტინენტის გადაკვეთა, რათა მათ სხვა უცნობი კონტინენტები ვერ იხილონ. წლის დროები კი ჩვენთან წარმოიქმნება იქიდან, რომ მზე სპირალისებურად გადაადგილდება. როდესაც მზე ცენტრთან ახლოს მცირე წრეზე მოძრაობს, ჩვენთან ზაფხული დგება. შემდეგ კი იგი ტრიალდება და დიდი წრის დასარტყმელად მიდის. შედეგად მზე ჩრდილოეთის განედებს შორდება და ჩვენთან ჩრდილოეთ განედებზე დგება ზამთარი. ეს დღის სინათლის ხანგრძლივობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დასაკრავ სიაში არის ვიდეო, სადაც მზის მოძრაობები არის წლის დროების და მიხედვით რა. პლანეტები არ არსებობენ. სინამდვილეში მათი ზომები ისეთი ფორმითაა შედგენილი, რომ მათი შემოწმება შეუძლებელია. ციფრებში რომ თქვათ, ნეპტუნის წერტილი უფრო დიდია, რადგან ის უფრო შორს იმყოფება. შუა საუკუნეების მაცხოვრებელი კოპერნიკი, რომელიც გამოგონებულ იქნა, ამ პლანეტების ჩანაწერების გაკეთებაც კი არ შეეძლო. რადგან მაშინ ქაღალდიც კი არ იყო ჯერ გამოგონებული, არ იყო დამდგარი კაპიტალიზმი, მას არ ჰქონდა ტელესკოპი. მან რომ ამ პლანეტების შემადგენლობისა და ზომების აღწერა ყოველგვარი იმპროვიზირებული საშუალებების გარეშე
საშუალებების გარეშე რაღაცნაირად მოახერხა. ზოგადად კი შეუიარაღებელი თვალის გარეშე პლანეტების დანახვა შეუძლებელია. გამოდის, რომ პლანეტა არამნათობი ობიექტია და შავ ცაზე გაუნათებელი ობიექტის გარჩევა არ ხდება. სფერო, როგორც არ უნდა დაატრიალო, მზის ლაქები ყველგან თანაბრად იქნება გავრცელებული. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულში ნათელი დღის ხანგრძლივობა 17 საათამდე იზრდება. ამიტომაც შემოატრიალეს, რათა ეს გაემართლებინათ. მაგრამ როდესაც დედამიწის სფეროს შემოაბრუნებ, ყველაზე ინტენსიური განათება და სითბოს გადაცემა ეკვატორზე უნდა იყოს. იქ თბილა. აი, ყველაზე ცივი ადგილები კი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე უნდა იყოს. როცა შემოაბრუნებ სფეროს, გამოდის, რომ ყველაზე ცივი ადგილები აი აქ არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკან და ეს ჩრდილოეთ პოლუსი უკვე ყველაზე ცივი ადგილი აღარ გამოდის. მაშინ ეს საწინააღმდეგო ვერსიაა და არ ჯდება რეალობაში. გავაგრძელოთ. თქვენ ამოაბრუნეთ სფერო და ამიტომაც სამხრეთ ნახევარსფერო მზისგან შებრუნებული გამოვიდა. ანუ იქ სინათლე ნაკლებად ეცემა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ავსტრალია და აფრიკა. კონტინენტები, სადაც მუდამ ცხელა და იქ მინუს ტემპერატურა საერთოდ არაა. ანუ ესეც არ გამოდის და არ ჯდება რეალობაში. სხვადასხვა ლოგიკური ხრიკებით არის ახსნილი პლანეტის შემადგენლობა. გამოგონებული იქნა სპექტრალური ანალიზი. რა არის სპექტრალური ანალიზი? შეხედეს პლანეტას, ის გარკვეული ფერისაა და ამ ფერის გამო გადაწყვიტოს, რომ ეს პლანეტა ამ და ამ ნივთიერებისგან შედგება. თვითმფრინავიდან, ანუ მაღალი სიმაღლიდან ქვევით თუ დავაკვირდებით და სიტყვაზე შემდგომ სიმაღლეს გავზრდით, დედამიწის სურათი რადიკალურად შეიცვლება. ანუ აქედან გამომდინარე, პლანეტასთან მიახლოების გარეშე მისი შემადგენლობის გაგება უბრალოდ აბსურდია. ამიტომაც სპექტრალური ანალიზი ეშმაკურად დამახინჯებული სიტყვებია იმისათვის, რომ დაასაბუთო ის, რაც არ არსებობს. ანუ ამ ინფორმაციების გადამოწმება არანაირი საშუალებით არ არის შესაძლებელი. ამიტომაც შეგიძლიათ შეადგინოთ, რაც კი მოგესურვებათ და წარმოიდგინეთ მოსწავლეს, რომელსაც ბავშვობაში ასტრონომიის გაკვეთილზე ამ ყველაფერს უყვებიან, ბავშვებს ამ ასაკში არგუმენტების ჩამოთვლას არავინ დაუწყებს და მისთვის გონებაში ამ თეორიის ჩადება უმარტივესი ხრიკია. არგუმენტების მოთხოვნის შემდეგ მათ იციან, რომ მზის სისტემის უარყოფა მოხდება. ამიტომაც ამას არა ზრდასრულობაში, არამედ ბავშვობის ასაკიდან კვებავენ ადამიანებს სრულ ინფორმაციებით. ამიტომაც სკოლის მოსწავლე მზის სისტემას იღებს როგორც მოცემულობას და ყოველთვის ეგონება, რომ მზის სისტემა არსებობს. მთვარე ხელოვნურად შექმნილი და ყველაზე მანათობელი ობიექტია. მთვარე რომ თავისი ნათებით ანათებს და მზის სინათლეს არ ირეკლავს, ეს აშკარაა. პირველ რიგში, იმიტომ რომ სინათლე მთელი მისი ზედაპირიდან მოდის და ჩანს, რომ სინათლე მისგან გამოსხივდება. აი, რისგან შედგება მისი ზედაპირი, რომ მთვარეს შეეძლოს ასეთი ინტენსიური სინათლის გამოსხივება? დავუშვათ, რომ მზისგან ირეკლავს შუქს, სარკეც კი არაა და არც შუშაა. სარკეც რომ ყოფილიყო მთვარის ზედაპირი, ის შუქს მთელი თავისი ზედაპირიდან არ აირეკლავდა. მაგრამ არსებობს მუქი ლაქები სიცარიელების გარეშე, რომლებიც თითქოს და შუქს არც ირეკლავს და არც გამოასხივებს და მათ ლურჯ ცაზე მოლურჯო ელფერი დაკრავთ, ხოლო ღამის შავ ცაზე მოშავო ფერი აქვს. ასე ვთქვათ, ესენი რის სიცარიელეებია, რომლის უკანაც ცა ჩანს, მთვარეზე დედამიწის ჩრდილი ნამდვილად არ არის. ამისათვის კი საჭიროა, რომ დედამიწა როგორც სფერო მზესა და მთვარეს შორის აღმოჩნდეს და ისიც აუცილებლად სამივენი ერთ ზოლზე უნდა იყვნენ განლაგებულები და ამ დროს მზე ნამდვილად მიანათებს დედამიწას. დედამიწის ჩრდილიც აუცილებლად დაეცემა მთვარეს, მაგრამ მთვარე ძალიან ხშირად ჩანს დღის ცაზე. ამ დროს კი მზე, მთვარე და დედამიწა სამკუთხედს ქმნიან. ასეთ სიტუაციაში კი შეუძლებელია, რომ დედამიწის ჩრდილი მთვარეს დაეცეს. თუ კი გავხსნით ინტერნეტს და შევხედავთ, თუ მთვარე დღისით და ღამით თვეში რამდენი დღე მოჩანს, აღმოჩნდება, რომ პრაქტიკულად თითქმის თანაბარი დღეების რაოდენობაზეა საუბარი. მთვარე დედამიწის გარშემო ერთი თვე ახორციელებს ერთი წრის დარტყმას და ამიტომაც მას არ შეუძლია, რომ ერთდროულად იყოს მზესა და დედამიწას შორის და დედამიწის ბნელი მხარის უკან და მზისგან სრულიად სხვა მხარეს, ანუ ამ დროს ისევ დედამიწაა შუაში. დედამიწა დღე-ღამეში 2.300.000 კილომეტრს გადის და იმისათვის, რომ მთვარე ღამით ჩანდეს, საჭიროა, რომ 384,000 კილომეტრი იფრინოს და გაიაროს იმდენივე რაოდენობის კილომეტრი, რამდენიც დედამიწამ გაიარა.
ხოლო იმისათვის რომ ჩვენს პლანეტას წრე დაარტყას, იგი ვალდებულია წავიდეს წინ და წრე შემოარტყას. გამოდის რომ თვარემ 45 დღე უნდა დედამიწასთან პარალელურად უნდა იმოძრაოს, შემდგომ უნდა გადაუსწროს მას, ანუ გაზარდოს სიჩქარე, მერე შეცვალოს მიმართულება და გააკეთოს წრის დარტყმა დედამიწის გარშემო. და ეს უკანასკნელი უნდა მოხდეს ზუსტად 24 საათში. მაგრამ ამ 24 საათში დედამიწა უკვე მთვარის მიერ განსახორციელებელი წრიული მარშრუტის წერტილიდან 2.3 ანუ 2.300.000 კილომეტრით იქნება დაცილებული. აქედან გამომდინარეობს, რომ მთვარე იცვლის მიმართულებას, რაც უკვე მისი ორბიტის საწინააღმდეგო თეორიაა. ცვლის სიჩქარეს, ესეც მისი ორბიტის საწინააღმდეგო თეორია და სპირალისებურად მოძრაობის დროს იგი დროის უმეტეს ნაწილს მზესა და დედამიწას შორის ყოფნაში გაატარებს. და ამ მომენტში ღამღამობით მთვარე საერთოდ აღარ უნდა ჩანდეს ღამისცაზე. ამიტომაც რეალობა არის ის, რომ მთვარე სიბრტყის თავზე დაფრინავს და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ მთვარე თავისი სტაბილური სიჩქარით გადაადგილდებოდეს და ცაზე მოჩანდეს დღეც და ღამეც. ლინზა. უნდა აღინიშნოს, რომ ლინზა შუქს ირეკლავს. მას არ შეუძლია, რომ სივრცეში ჩაძროს და ნაჭუჭის ქვეშ ჩაიხედოს. ლინზას შეუძლია, რომ კანის ზედაპირი გაადიდოს, მხოლოდ ზედაპირის ის ფენაა, რომელიც ზევიდან ჩანს და არა სიღრმეები. მაგრამ ლინზის ხედვა, რომ ჩავიდეს კანის ქვეშ და კანქვეშა სივრცეები და უჯრედები გვაჩვენოს, ეს ლინზას არ შეუძლია. იმიტომ რომ ეს არის მინა, რომელიც ხილულ სურათს ადიდებს. ან მას შეუძლია, რომ ბუზის თვალი გაადიდოს და ახლო კადრი გვაჩვენოს მთელ ეკრანზე. მაგრამ თვალის შიგნით რომ შევიდეს და იქაურობა და გვათვალიერებინოს, ეს უკვე არ შეუძლია. ამიტომაც ლინზას შეუძლია მხოლოდ მთვარის სურათი გაადიდოს თავის ნათებასთან ერთად. თქვენ კი მიუახლოვებთ კადრს გაშლით მთელ ეკრანზე და მისი გამოსახულება ბუნდოვანი იქნება. ამიტომაც მისი დეტალიზირება ფიზიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ თუ კი რაიმეს დეტალიზირება გინდათ, მაშინ თქვენ გესაჭიროებათ, რომ ეს დეტალები თვალისთვის უკვე ხილული იყოს. აი ლინზას კი რაიმეს გამოგონება არ შეუძლია. მიახლოებულ ყალბ სურათს ვერ შექმნის. ის ირეკლავს მხოლოდ იმას, რაც ლინზის მდებარეობიდან ჩანს. თუ კი თქვენთვის გარკვეული დეტალები უხილავია, მაშინ არც ლინზას შეუძლია მისი დანახვა. აი მთვარის ამ მანათობელ წრეს ლინზა მოაახლოვებს თქვენთან და გაშლის მთელ ეკრანზე. თუ კი რაიმე წერტილი ჩანს, ის მას გაადიდებს, დიდს გახდის, მაგრამ ეს წერტილად ყოფნას მაინც არ შეწყვეტს. უნდა განასხვავოთ ნიმუში, რომელსაც თქვენ კომპიუტერზე მიიღებთ იმ ფორმისგან, რასაც ფოტოაპარატისგან მიიღებთ. ანუ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ფოტოს და ვთქვათ ფოტოაპარატიდან მის ციფრულ ვერსიას კომპიუტერში გადავიტანთ და შემდეგ მონიტორზე ამ კონკრეტულ ფოტოს გავადიდებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უკვე გადაღებულია ღრმა დეტალიზაციით და ამიტომაც არის, რომ გადიდების დროს განსაზღვრული ღრმა დეტალები ჩნდება ფოტოზე. ამას თავად ფოტოაპარატის ეკრანზე თავიდან ვერ ვხედავთ, სანამ კომპიუტერში არ მოხდება ფოტო, მაგრამ იქ შესაძლოა მასშტაბირების ეფექტი იყოს გამოყენებული. იმისათვის, რომ ფოტოაპარატიდან დეტალები მივიღოთ, თვითონ ფოტოს გადაღების დროს უნდა მივზუმოთ ახლო რაიმე კადრზე. გადავიღოთ ფოტო და შემდგომ დავაპატარავთ ეს სურათი, ანუ მოვხსნათ ზუმი კომპიუტერში და გამოგვივა კარგად დეტალიზირებული ფოტო. აი ამის შემდეგ შეიძლება რომ მივიღოთ დეტალიზაცია. ხოლო თუ კი თქვენ შეეცდებით რომ შორს მყოფი ობიექტი გადაიღოთ, მაგალითად სახლი ჰორიზონტზე და სახლის ფოტოს 1 კილომეტრის დაშორებიდან გადაიღებთ და შემდგომ ამ სახლის აგურების დეტალიზაცია თუ მოგესურვებათ, თქვენ უკვე ამას ვეღარ შეძლებთ, იმიტომ რომ ფოტოს გადაღების დროს აგურები დეტალიზირებულები არ არიან და არ იყო. აი თუ კი პლანეტა წერტილია და ცაზე განურჩეველი ხილვადობისაა, ლინზა ამ წერტილს მთელ ეკრანზე მხოლოდ გაადიდებს. დეტალიზირებას კი ვერ მოახდენს. ის წერტილად ყოფნას არ შეწყვეტს. აი როგორც NASA-ს მიერ წარმოდგენილი დაფოტოშოპებული და გამოგონილი სურათებით ხდება ადამიანების მოტყუება პლანეტების ფორმების შესახებ. სხვათა შორის Android-ების ტელეფონში ამისათვის გამოყენებულია თავად ტელეფონში არსებულ პროგრამებში ჩაშენებული ალგორითმი, რის მიხედვითაც, როდესაც თქვენ 100x-ით შეეცდებით მთვარის ახლოდან დანახვას
დაზუმვის პროცესის შუაში რეალური მთვარის ხილვადობა წყდება, რადგან პროგრამა უსწრაფესად ახდენს მთვარის ობიექტის ამოცნობას და თქვენს სურვილს, რომ მთვარე დეტალებში დაინახოთ და ამ დროს მთვარის უკვე გამზადებულ ფოტოშოპით შექმნილ კადრზე გადაერთვება და თქვენ უკვე უყურებთ არა რეალური მთვარის დეტალიზაციას, არამედ კოსმონავტების მიერ შექმნილ აფიორას, მთვარის ფოტოს, რომელიც CGI-ით არის დახატული, ანუ კოსმოსის გამყალბებლებმა ეს უმნიშვნელოვანესი დეტალიც გაითვალისწინეს, რომ მომხმარებლები აუცილებლად შეეცდებოდნენ სმარტფონების საუკეთესო ზუმების გამოყენებას მთვარესა და პლანეტებზე დასაკვირვებლად და ასეთი მათთვის გენიალური ხრიკი გამოიგონეს, რომ დაზუმვის მომენტში ხდება ეკრანზე ასახული სურათის გაყალბება და თქვენ ხედავთ უკვე დეტალიზირებულ გამზადებულ ფოტოს და არა დურბინდივით მიახლოებული კადრის რეალურ სურათს. მთვარის პროგრამას იყენებენ ასეთ მომენტებში. ეს არარეალური გამოსახულებაა, ეს ხომ ციფრული სამყაროა და რა პრობლემაა? აი მიკროსკოპი კი, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს ტექსტილის ზედაპირთან, რა თქმა უნდა ის ადეტალიზირებს მას, რადგან ტექსტილი განათებულ ადგილზე იმყოფება და თან ძალიან ახლოსაა მიკროსკოპის ლინზასთან და ამიტომაც ლინზა ყველა დეტალს კარგად აჩვენებს და სურათიც საკმაოდ მკაფიო გამოდის, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში მაინც ტექსტილის ზედაპირი იქნება და არა მის მიღმა ან სიღრმეში მყოფი ფენა და იქ უკვე უჯრედებია და ამიტომაც ამ უჯრედების დანახვა მიკროსკოპით უკვე შეუძლებელია. ასევე ფოტოს გადაღებაც გამორიცხულია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე პლანეტების, ვარსკვლავების, galaktikebisa და შავი ხვრელების სურათების დეტალიზაცია შეუძლებელია. ეს არის პასუხი იმაზე, როცა მეკითხებით ხოლმე რაღაცებზე, მოფრინავსო, შავი ხვრელიო და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი არის ფოტოშოპი, რასაც თქვენ ნიუსებში გაჩვენებენ და ზღაპრები. ამერიკელებს მთვარეზე არ უფრენიათ. რა თქმა უნდა, ამერიკელები მთვარეზე არასდროს არ ყოფილან. იქ გაფრენა შეუძლებელია და ყველაზე მთავარი მთვარიდან უკან დაბრუნებაა შეუძლებელი. იმიტომ რომ თუკი თქვენ მთვარესთან მიფრინდებით მის ზედაპირზე დაშვებას მხოლოდ კაფსულით შეძლებთ, ისევე როგორც ჩვენი კოსმონავტები როგორც ეშვებიან ხოლმე დედამიწაზე კაფსულით. ახლა წარმოიდგინოთ, რომ კაფსულაში უნდა ჩაეტენათ მთვარე მავალი მანქანა და ამერიკული დროშა და ასეთ ვარიანტში კაფსულით ფრენა ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა. მთვარეზე დაშვებისთვის მინიმუმ 5 საათი იქნებოდა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მბრუნავი კაფსულის ფრენის ინტერვალი 5-10 საათი იქნებოდა და მუდმივი კაფსულის ბზრიალის შემთხვევაში, მაშინ როდესაც მთვარე მავალი გიდებს კაფსულაში, კიდევ უფრო გაართულებდა საქმეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კოსმოსში ვაკუუმია და არ არის ატმოსფერო. შესაბამისად კი პარაშუტი ვერ გაიხსნებოდა და კაფსულა მთელი მახის დარტყმით შეეჯახება მთვარეს და აი მათ კი ნამდვილად ვერავინ ვერ გადარჩება. ასევე პრობლემაა გადახტომა ორბიტიდან, იმ ადგილამდე, სადაც მთვარეს მიზიდულობა ექნება, ანუ გამოდის, რომ თქვენ მთვარის გარშემო ორბიტაზე უნდა იტრიალოთ და შემდგომ რაღაცა ფორმით დაეშვათ იმ ადგილზე, სადაც მთვარე მიზიდულობას იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კაფსულის მთვარის ზედაპირისკენ გაშვება. იმის შემდეგ, რაც თქვენ მთვარეზე დაეშვებით, უკან ხომალდზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება. უნდა ააშენოთ კოსმოდრომი, მოიპოვოთ მეტალი, რაკეტების მწარმოებელი ქარხანა ჩადგათ იქვე მთვარეზე, დაამზადოთ რაკეტა, მომსახურე პერსონალი შეკრიბოთ. ეს არის დაახლოებით მინიმუმ 500 კაცი. რაკეტაში ჩასხდეთ და პერსონალის დახმარებით გაუშვათ რაკეტა, რითაც მიაღწევთ ორბიტაზე დარჩენილ ხომალდამდე და ამის შემდგომ შეძლებთ დედამიწაზე დაბრუნებას. ანუ ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი ფანტაზიაა. ასევე მთვარეზე გაფრენა შეუძლებელია რაკეტაში არსებული საწვავის რაოდენობის გამო. რაკეტაში არაუმეტეს 300 ტონა საწვავი ეტევა და ეს კი 300 წამიან გაფრენას უდრის. თუკი უფრო დიდი ზომის რაკეტას გააკეთებთ, მაშინ 500 ტონა საწვავი გამოგივათ რეზერვში, მაგრამ ამხელა რაკეტის აფრენისათვის დაგჭირდებათ უფრო მეტი რაოდენობის საწვავის გახარჯვა, რაც დაახლოებით წამში 2 ტონა საწვავის დახარჯვის ტოლფასია და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები დრო, 250 წამი დაგრჩებათ. ოფიციალური მეცნიერების თანახმად, დედამიწიდან მთვარემდე 384,000 კილომეტრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი კოსმოსური სიჩქარის პირობებშიც კი, რაც წამში 7 კილომეტრს უდრის, გამოდის, რომ
არანაკლებ 15 საათი ფრენა იქნებოდა საჭირო და არა 300 წამი. მსგავსი მოგზაურობა მთვარეზე შეუძლებელია. იქამდე სანამ სხვა ტიპის საწვავი არ იქნება გამოგონებული. ისეთი, რომელიც ძალიან მცირე ზომის იქნება დღევანდელ არსებულთან შედარებით, ხოლო ხომალდის ძალიან დიდ მანძილზე გაფრენა შეიძლება. პლუს ორბიტის პრობლემები შეხვდებათ კოსმონავტებს და საბოლოო ჯამში ეს მოგზაურობა აბსოლუტურად შეუძლებელია და სრულიად წმინდა წყლის სიცრუეა. არავინ ამერიკელები და მთვარეზე არ ყოფილა. მივადექით გაგარინს. გაგარინს თან ფოტოაპარატი არ წაუღია. არადა კოსმოსში მოგზაურობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დედამიწის ფოტოს გადაღება იქნებოდა. აბა სხვა გასაკეთებელი კოსმოსში გაგარინს არაფერი არ ჰქონდა. არც ტერეშკოვამ, არც ლეონოვმა და არც კიტოვმა და არც სხვა კოსმონავტებმა ფოტოაპარატი თან არ წაიღეს. ამ კოსმონავტებმა მასე უაპარატოდ იფრინეს იქამდე სანამ არ გამოჩნდა ფოტოშოპი. ტექნოლოგიებში დაიწყეს თუ არა ფოტოშოპის გამოყენება, ეგრევე გაჩნდა დედამიწის ფოტოებიც. უცნაური დამთხევა არა? მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში გაფრენა ძალიან ბევრჯერ მოხდა, მაინც არანაირი, ოფიციალურად რომ მოხდა რა, მაინც არანაირი დედამიწის ფოტო არ ყოფილა საბჭოთა გაზეთებში. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ არასოდეს არავის მთვარესა და კოსმოსში არ უფრენია. ვთქვათ და გუმბათიც რომ არ უშლიდეთ ხელს, კოსმონავტებს იქ გაფრენა შეუძლებელია და გეტყვით რატომ. 300 ტონიანი რაკეტა წამში 1 ტონა საწვავს ხარჯავს და ფრენა მხოლოდ 300 წამი შეიძლება რომ გაგრძელდეს. 300 ტონა წამში 1 ტონა იწვება. 300 წამი გამოდის. ახლა ჩვენ რაკეტის აფრენის დროს ვუყურებთ, რომ რაკეტის აფრენას რეალურად ვხედავთ. რაკეტა შემდეგი 2 წუთის განმავლობაში მხედველობის არეში იმყოფება, ანუ 120 ტონა საწვავი 120 წამში გახარჯა და რაკეტა ცაზე ისევ ჩანს. შემდეგ იგი დაცილებას იწყებს და ჰორიზონტამდე მიფრინავს. ასე რომ რაკეტაში არსებული საწვავის რაოდენობის თვალსაზრისით გაგარინს არსად გაფრენა არ შეეძლო. რაკეტაზე შედუღების ნაკერი თითის სისქეა. როგორ შეიძლება რომ ფრენის დროს რაკეტის ნაწილი მეორე ნაწილისგან გამოცალკევდეს? ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. იქ სქელკედლიანი რკინაა საჭირო. საწვავი ბევრია 300 ტონა და ამიტომაც მძიმეა. უკვე მიფრინდა ორბიტამდე და ორბიტამ გაიყვანა დედამიწის გარშემო. გავიდა ორბიტაზე და მერე საჭირო იქნებოდა დაბლა დაშვება. თქვენ როგორ დაბრუნდებით ორბიტიდან უკან ხმელეთზე? ორბიტამ თუ გაგიტაცა საგნების ლოგიკის მიხედვით, თქვენ უკვე რაკეტის მართვას ვეღარ შეძლებთ. საწვავიც უკვე აღარ არის. რაკეტა კი საწვავის გარეშე ორბიტაზე დაფრინავს. არადა თქვენ ამ ორბიტიდან საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით გჭირდებათ დაბრუნება იქამდე, სადაც უკვე დედამიწა მიზიდულობას დაიწყებს. მიზიდულობის ლოგიკიდან გამომდინარე, მიზიდულობის ლოგიკიდან გამომდინარე, თორემ ეს მიზიდულობა არ არსებობს სინამდვილეში. გამოდის, რომ საკმაოდ ძლიერი იარაღია საჭირო, რომელიც გაგარინს ისე უკან გამოისვრიდა დედამიწისკენ, მიზიდულობის ზონისკენ, მაგრამ გაგარინს არანაირი ხელსაწყო არ ჰქონია, რომ ეს ნახტომი განეხორციელებინა. 191 კილომეტრი უნდა გავყოთ 10 მეტრზე. თავისუფალი ვარდნა იქნება წამში 10 მეტრი. 191,000 მეტრი გავყოთ 10-ზე, იქნება 18,100 და ეს გავყოთ 60-ზე და ამით გავიგოთ წუთები და გავყოთ კიდევ 60-ზე და გავიგოთ საათების რაოდენობა. ჯამში გამოდის, რომ გაგარინი 5 საათის განმავლობაში მბრუნავი კაფსულით ახორციელებდა ვარდნას, რომელიც ჰაერში გარშემო ბზრიალებს. და აი აქ უჰაეროდ გაგარინმა 5 საათი იფრინა, კაფსულის შიგნით ადამიანმა 18,000 ბრუნი გააკეთა, სანამ ქვევით მოფრინავდა. ადამიანს მსგავსი რამის გაძლება არ შეუძლია. მსგავსი დატვირთვა უბრალოდ წარმოუდგენელია. აი გაიხსენეთ, როცა ავარიის ვიდეოებს უყურებთ ხოლმე. ავარიის დროს მანქანა ორჯერ გააკეთებს ჰაერში ბრუნს და თქვენ ერთი თვე საავადმყოფოში მოგიწევთ წოლა. ვესტიბულურ სისტემას ეგრევე შეგეძლიათ, რომ დაემშვიდობოთ და ტვინში კიდევ ყველა სითხე ეგრევე ქაშად გადაიქცევა. ამიტომაც გაგარინს არასოდეს არ უფრენია. კოსმოსში ფრენა შეუძლებელია ვერც საწვავის რაოდენობის თვალსაზრისით და ვერც ადამიანის სიცოცხლის გათვალისწინებით. უწონადობა შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია ორბიტიდან გამოხტომა. ატმოსფერო. პირველი რაც ატმოსფეროზე უნდა გვესმოდეს არის ის, რომ გაზების შერწყმა შეუძლებელია.
გაზებს შორის არანაირი ქიმიური რეაქცია არ არის და არც შეიძლება რომ იყოს რაიმე რეაქცია. მთელი ატმოსფერო ჰაერისგან შედგება და ეს გახლავთ ერთგვაროვანი გამჭვირვალე ნივთიერება და ყველა დანარჩენი ნივთიერება უბრალოდ მასში იხსნებიან. ყველა დანარჩენი ნივთიერებები უბრალოდ მასში იხსნებიან. თუ კი ისინი მსუბუქები არიან, ზევით მიფრინავენ. თუ მძიმეა, შესაძლოა დაბლა დაეშვას, მაგრამ მერე მაინც ჰაერში გაიხსნება და პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახდება. ზოგადად ძალიან ძნელია, რომ საჰაერო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში რაიმე გაზი იქნას შენარჩუნებული. იგი მთლიანად ჰაერს შეერევა და მასში გაიხსნება. ატმოსფერო და იდეა იმის შესახებ, რომ დედამიწასთან ერთად ატმოსფეროც მოძრაობს, ამის დამტკიცება არაფრით არ არის შესაძლებელი. ანუ დედამიწას არანაირი საშუალება არ აქვს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ატმოსფერო როგორც ერთი დიდი მთლიანობა. ვთქვათ, ჩართე ვენტილატორი. მის წინ არსებული ჰაერის ნაწილი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ არა ოთახში არსებული მთელი ჰაერის მასა. მთელ ჰაერს რომ ჩაეჭიდოთ, ამისათვის რაიმე დამატებითი მოწყობილობა და საშუალების გამოძებნაა საჭირო. ამიტომაც შეუძლებელია, რომ ატმოსფერო ავაჩქაროთ იმ სისწრაფემდე, რა სიჩქარეც დედამიწას ოფიციალური ვერსიით გააჩნია. დედამიწა 28 კილომეტრი/წამის სიჩქარით მოძრაობს და ატმოსფეროს არ შეუძლია, რომ ამ სიჩქარეს დაეწიოს. მას ამისი არანაირი ბერკეტიდან დამხმარე ძალა არ გააჩნია. ყველაფერი, რაც ჩვენთან მაღალ სიჩქარეზე მოძრაობს, მაგალითად მანქანამ 100 კილომეტრი/წუთში სიჩქარითაც რომ იმოძრაოს, მაინც ასეთ დროსაც კი მანქანა ვერ შეძლებს მის გარშემო მყოფი ჰაერის ამ სისწრაფემდე აჩქარებას. მას განსხვავებული ქცევა აქვს. თუ კი ის ამ სიჩქარემდე აჩქარდებოდა, მაშინ ამ ატმოსფეროში როგორღა მოხდებოდა ქარების წარმოქმნა, რომელიც განსხვავებული მიმართულებით ქრიან და ზევიდან ქვევით ჰაერი როგორ იმოძრავებდა, როცა მთელი ატმოსფერო ერთი მიმართულებით თუ იმოძრავებდა და თან ასეთი დედამიწისმაგვარი სიჩქარით. ეს ლოგიკური წინააღმდეგობებია. ყველა ის ადამიანები, რომლებსაც ჯერაც სფეროსებრი დედამიწის მოდელის, უბრალოდ ეს ხალხი ატმოსფეროს ამ საკითხებს უბრალოდ აიგნორებენ. იმიტომ რომ თუ კი თქვენთან მთელი ატმოსფერო მოძრაობს, მაშინ მთელი დარჩენილი მოძრაობის ფორმები ყურადღებას თავისკენ მიიპყრობდა. ქარს არ შეუძლია, რომ ატმოსფეროსთან შეხვედრისას იქროლოს, რომელიც მოძრაობს წამში 28 კილომეტრი სიჩქარით. მაგრამ როდესაც დედამიწა ბრუნავს და თუ კი თქვენ შეხედავთ, როგორ ბრუნავს დედამიწა, დავინახავთ, რომ ატმოსფერო დედამიწაზე წინ მიდის და გამოდის, რომ ის კი არ მიიზიდება, არამედ განზიდება ხდება და ეს იმიტომ, რომ იგი უფრო წინ იყოს. იმიტომ, რომ დედამიწა თავისუფლად უნდა გადიოდეს ატმოსფეროზე გავლით და ატმოსფეროზე წინ უნდა იყოს და დედამიწის ბრუნვისას ჩვენ პირიქით ვხედავთ, რომ დედამიწას უსწრებს წინ ატმოსფერო. ეს კი სრული აბსურდია და გამოდის, რომ დედამიწა კი არ იზიდავს ატმოსფეროს, არამედ თვითონ ატმოსფეროს თან მიაქვს დედამიწაც. მაგრამ ჩვენ ასევე ატმოსფეროს მოძრაობის დანახვაც არ შეგვიძლია, რადგან მის შიგნით ვიმყოფებით. ატმოსფეროს გახლავთ გარკვეული ნივთიერება და ის, რომც მოძრაობდეს, მას ვერ შეეძლება დედამიწასთან ერთად თანაბრად ისე იდეალურად მოძრაობა, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევდეთ და არც არის შესაძლებელი ისეთი მოძრაობის შექმნა, რომ არანაირი ნიშანი არ შეიმჩნეოდეს. ანუ თუ კი არის მოძრაობა, მაშინ ყოველთვის არის ამის დამადასტურებელი ნიშნებიც. ხმა იქნება, ან რყევას შევამჩნევთ, ან და პლუს გარკვეული რხევაც იქნება. და ბოლოთავი, წყალი. ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რატომ იღებს წყალი სიბტყის ფორმას. თუ კი ჩვენ მყარ ნივთიერებაზე ვისაუბრებთ, მაშინ იგი მიიღებს იმ ფორმას, რომელი ფორმაც მას დამზადების მომენტში მიენიჭა. თუ რაიმე ნამუშევარზეა საუბარი, ესე იგი ადამიანმა ყველა მხრიდან ეს მყარი ნივთიერება დაამუშავა და რაღაც ფიგურა გამოვიდა. რაც შეეხება გაზი მთელ იმ სივრცეს იკავებს, რომელიც მისთვის მოცემულ მომენტშია წარმოდგენილი. ანუ გაზი რა ტიპის ბალონში, დახურულ აუზში ან ბოთლშიც არ უნდა მოვათავსოთ, გაზი მთლიან სივრცეს დაიკავებს და შეავსებს მას. გაზი გახლავთ მფრინავი ნივთიერება და მთელ სივრცეს იკავებს. მიუხედავად იმისა, რამხელა ტიპის ზომებზეც არ უნდა იყოს საუბარი. ხოლო თუ კი გაზის რაოდენობა მცირეა, მაშინ იგი ჰაერს შეერევა. თუ იქ რაიმე სახის ჭურჭელია, იგი მთელ ამ სივრცეს დაიკავებს და შეავსებს და არსებითად ამ ჭურჭლის ფორმას მიიღებს. წყალი კი ყოველთვის ქვედა ნაწილშია და ამ ჭურჭლის ან წყლის სათავსოს იმ ფორმას იღებს, რომელშიც იგი ჩაასხეს.
თუ კი ტბა იქნება, მაშინ ფინჯანი ჭიქის ფორმის გამოვა წყალი და იგი მთელ ამ სივრცეს დაიკავებს. წყალი თხევადი ნივთიერებაა და თავისუფალი დინების მდგომარეობაში იმყოფება. ასე ვთქვათ, მოძრავი ნივთიერებაა. მოკლედ, ჭურჭლის ქვედა მხარეს რა ფორმისაც არ უნდა იყოს, იგი მთლიანად შეავზებს და დაიკავებს, რადგან მას თავისი მასა გააჩნია. მასა კი მის ქვედა ნაწილს ყოველთვის ბოლომდე ავსებს და აი რაც თავარია, წყალი ზედა ნაწილში ყოველთვის იღებს სიბრტყის ფორმას. იმიტომ რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც შემდგომი დინების გაგრძელება შეუძლებელია წყლის ჭურჭელში ყოფნის სტაციონარულ და გაუმძრებელ მდგომარეობაში მყოფობის გამო. ანუ წყლის ზედაპირი იღებს ისეთ ფორმას, რომელშიც მისი შემდგომი გადინების შესაძლებლობა შეუძლებელია და წყლის უმოძრაობა შეუძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მისი ზედაპირი იდეალურად თანაბარი და ბრტყელი ფორმის იქნება. თუ კი დახრილობა იქნება, ის ყველა ვარიანტში რომელიმე მიმართულებით გადინდება და იდეალურ ჰორიზონტალურ მდგომარეობას დაკარგავს. წყალი არ შეიძლება რომ გაზისგან შედგებოდეს, რადგან წყლის გაზთან შერწყმა არ ხდება, იმიტომ რომ მათ შორის ქიმიური რეაქციები არ არსებობს. ასევე ჟანგბადიც არ წარმოადგენს ცეცხლს. ისინი წერენ ფორმულას H2O. ეს კვლავ დამცინავი ფორმულაა. უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენ ეს ფორმულები და ცოდნები განათლებაში ჩაგვიტანეს, გააკეთეს იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდა მომხდარიყო ადეკვატურობაში. დროა რომ ერთ დღესაც შევხედოთ ამ ფორმულებს და მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი სრული სისულელეა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წყალბადის დაწვის შედეგად წყალი წარმოიქმნება და უნდა ინახოს ეს პროცესი, თუ როგორ ხდება. O2-ს ისინი ცეცხლს უწოდებენ, რადგან ცეცხლსა და წყალბადს შორის რეაქცია მიდის, მაგრამ ჟანგბადი სრულიად სხვა ტიპის ნივთიერებაა და ის ცეცხლი არ არის. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია რომ წყალს H2O ვუწოდოთ. ეს სრული აბსურდია. ორი აირის შერწყმა შეუძლებელია. იქ ერთი მძიმეა, ხოლო მეორე მსუბუქი და მენდელეევის ტაბულაშიც კი მათ განსხვავებული ატომური მასები გააჩნიათ. ანუ ერთი აირი მაღლა გაფრინდება, ხოლო ჟანგბადი დაბლა წამოვა ქვევით დაეშვება. მათ შორის კი არანაირი შედეგის მომცემი რეაქცია არ მოხდება, ისეთი რომ წყალი წარმოიქმნას. ამიტომაც H2O-ს ფორმულა ფეიკია და ტყუილია და პროპაგანდირებულია ისეთი ფორმატით, რომ მთელი კაცობრიობა თვლის, რომ ეს მართალია. ამიტომაც მე ვამბობ, რომ წყალი ერთგვაროვანი უცნაური ნივთიერებაა ყველაზე გავრცელებული დედამიწაზე. პრაქტიკულად მთელი დედამიწა დაკავებული აქვს წყალს და მისი ზედაპირი მუდამ იდეალურ ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს. ამიტომაც შეუძლებელია რომ რაიმე ძალა მასზე ზემოქმედება მოახდინოს და ფორმა შეუცვალოს, რადგან ეს მასში ღმერთის მიერ ჩადებულ თვისობრივ კანონებში არ ჯდება. ამიტომაც დედამიწა შეუძლებელია რომ სფეროსებრი იყოს.